წარმოგიდგენთ სივრცითი სხეულების მოცულობებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას 3D Classroom-ის პროგრამის საშუალებით. ეკრანზე თქვენ ხედავთ მართკუთხა პარალელეპიპედს, რომლის მოცულობა გამოითვლება ფუძის ფართობის სიმაღლეზე ნამრავლით. ჩვენ შემთხვევაში მოცულობა გამოითვლება B გამრავლებული H-ზე, სადაც B წარმოადგენს ფუძის ფართობს, ხოლო H-ი არის სიმაღლე. ახლა ეკრანზე ჩანს პირამიდა, ოთხკუთხა პირამიდა. ზოგადად პირამიდის მოცულობა გამოითვლება 1/3 ფუძის ფართობი გამრავლებული სიმაღლეზე. ჩვენ შემთხვევაში მოცემული პირამიდის ფართობი გამოითვლება როგორც 1/3 B გამრავლებული H-ზე, რადგან ჩვენ შემთხვევაში B წარმოადგენს ფუძის ფართობს. ჩვენ ვხედავთ, რომ მოცემული გვაქვს ორი განსხვავებული ფორმის პირამიდა, მაგრამ მათ შორის საერთო ის არის, რომ მათი ფუძეების ფართობები ერთმანეთის ტოლია და სიმაღლეები ერთმანეთის ტოლია. ამ შემთხვევაში, როგორც ხედავთ, პირამიდების მოცულობები მათი ფორმების მიუხედავად ერთმანეთის ტოლია. ეხლა უკვე ჩანს მართკუთხა პარალელეპიპედში ჩაშენებულია ისეთი პირამიდა, რომლის ფუძე ემთხვევა პარალელეპიპედის ფუძეს და სიმაღლე პარალელეპიპედის სიმაღლეს. ნახოთ რა დამოკიდებულება მართკუთხა პარალელეპიპედისა და პირამიდის მოცულობას შორის. ამჯერად ჩანს, რომ მართკუთხა პარალელეპიპედში ჩაშენებულია სამი ცალი პირამიდა. პირამიდები სხვადასხვა ფერით არის მოცემული, რაც გვაძლევს საშუალებას კარგად დავაფიქსიროთ. უკვე ვხედავთ, რომ მოცემული მართკუთხა პარალელეპიპედიდან ამოვიდა სამი ერთმანეთის ტოლი პირამიდა. ანუ შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობა სამი პირამიდის მოცულობისგან შედგება იმ შემთხვევაში, თუ პირამიდებისა და მართკუთხა პარალელეპიპედის ფუძეების ფართობები და სიმაღლეები ერთმანეთს ემთხვევა. ეკრანზე ხედავთ ფორმულას. პირამიდის მოცულობა ტოლია მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობის მესამედისა. გადავიდეთ ბრუნვით სხეულებზე. წარმოდგენილია კონუსები და ცილინდრი. როგორც ვიცით, ცილინდრის მოცულობა გამოითვლება ფორმულით ფუძის ფართობი გამრავლებული სიმაღლეზე, ხოლო პირამიდის მოცულობა გამოითვლება ფორმულით 1/3 ფუძის ფართობი გამრავლებული სიმაღლეზე. ანუ თუ ცილინდრის მოცულობა πr² h-ი, კონუსის მოცულობა 1/3 πr² h-ი. თუ ცილინდრის ფუძის ფართობი და კონუსის ფუძის ფართობი ერთმანეთს ემთხვევა და მათი სიმაღლეები ერთმანეთის ტოლია, ცხადია, კონუსის მოცულობა იქნება შესაბამისი, ანუ იგივე ფართობის მქონე ფუძის და იგივე სიმაღლის მქონე ცილინდრის მოცულობის მესამედისა. ჩვენ შეგვიძლია სივრცით სხეულის მოცულობებს შორის ეს დამოკიდებულებები განვაზოგადოთ და გადავიტანოთ ნებისმიერ ორფუძიან სხეულსა და ერთფუძიან სხეულს შორის, ისეთ სხეულებს შორის, რომელთაც ერთნაირი ფართობის მქონე ფუძეები და ერთი და იგივე სიმაღლეები აქვთ, მათ შორის დამოკიდებულება არის იგივე, ანუ ორფუძიანი სხეულის მოცულობა წარმოადგენს სამჯერ აღებული იგივე ფუძისა და სიმაღლის მქონე ერთფუძიანი სხეულის მოცულობას. მადლობა ყურადღებისათვის.